თავის დროზე აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში. როგორ არის იცით, თავის დროზე ჩემთან ერთად ცხოვრობდა გოდერძის ჩოხელი, ერთო თავში ცხოვრობდა საერთოდ ცხოვრობელიც. გოდერძის ჩოხელმა გამოცნო ერგლეს აღლიანი. მანამდეც რა თქმა უნდა სსრგ-ს ვერ ვითანდი პატარობაში. ხო, და ერგლეს აღლიანი მაგას მოხონდა ხოლმე ოქროს საწვისი. ეს იყო 1965 წელი. ხო და აქედან მოყოლებული, მაგრამ ეს ახლა მონაწილეობას არ ჩავთვლე. გაცნობიერებული ვიყავი მანამდეც. მამა ჩემი მიყვებოდა ხოლმე, ბაბუა ჩემი მიყვებოდა ხოლმე 20 წლის აჯანყებაზე. შემდეგ უკვე ოქროს საწვისი დავიგე, მე კიდე სხვა წამოგითხეს, შემდეგ უკვე და ამასობაში მოვიდა 80-იან წლებში და 87 წლიდან, 88 წლიდან განსაკუთრებით უკვე ძალიან აქტიურად ვარ ჩართული ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში. მაინც მე თავის გამოჩენა არ მიყვარდა. არასოდეს ცირკული გამოსვლაც არასოდეს გამოვდიოდი, არ მიყვარდა, მაგრამ რაღაც მოსაზრებები მქონდა ხოლმე და უზიარებდი ხალხს და ერთ თვით ზოგს ჰქონდა აიტაცებდა ხოლმე ზოგს საერთოდ ამბობდნენ. მაგალითისთვის 9 აპრილის შემდეგ ქალაქში ტრანსპორტი არ ჩერდებოდა, ერთ-ერთი მისი მოთავე და ეს რაღაცა ქვია, ორგანიზატორი ვიყავი მე. მაშინ დაკავებები ხდებოდა. განსაკუთრებით 9 აპრილის მეთქე დამაკავეს მე რაღაცა ქვია, ისთვის 9 აპრილის შემდეგ მე წავიკითხე აკაკი ბაქრაძის განცხადება წერილი სიონის ტაძრის ეზოში ხალხი იყვნენ, რომელთაც აკაკი ბაქრაძემ უერთდა კომპარტიაში, კომპარტიის წევრობას. ეს იყო 10 აპრილი და 9 აპრილს რო გადაურჩი, 9 აპრილს უშუალო მონაწილეობა რო გადაურჩი რუსებს, დამჭირა ქართულმა პოლიციამ და გია მონკლეს რაღაცა ქვია მილიციაში. მოფიქრებული მქონდა, მეთქი 25 თებერვალი გამოვაწყდოთ, მეთქი გლოვის დღეთ. მეთქი არაფერი არ მეთქია, ეს აიტაცებს უცებ და ვინ თქვა ეს აღარ ახსოვდა ეს დამთავრდა. მარტო ავტოიმნაზდენ გამახსენე. ეს არის 89 წლის 11 არა 8 წლის 11 თუ 10 დეკემბერი, აი ზუსტად უკვე მე მგონი უფრო 11 სადღაც ეს არის. ხო და ამის შემდეგ კომუნისტურ საბჭოთა პრესაში ატყდა ამბავი, მაგრამ რა ამბავი ატყდა, მათმა ხომ თქვეს, რომ გლოვის დღეს უნდა გამოვაწყოთ 25 თებერვალი. ესე იგი დაიწყო ციოყობა. იმაში როგორ ეს ზეიმის დღეა, როგორ გლოვის დღე და ასე შემდეგ და 25 თებერვალს ისე მოხდა, რომ მე მაშინ ელდეპეში ვიყავი და აგვიჭერეს თურქები ჩვენ ორჯონიკიძის ძეგლის უკან ახლანდელი პროფკავშირის სასახლესთან იქიდან დავიწყო ჩვენ აქცია. ზურაბ ჩავჭავჭავ თამრიკონ ჩხეიძემ ასე ვიცი მარჯანიშვილის მიდან დაიწყო, მეტრო მარჯანიშვილიდან დაიწყო. გამსახურდია თუ ვწდები იმიდან რაღაცა ქვია უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან. ქალაქი გავისო ჯავშან ტრანსპორტორებით, მერვე პოლკის ჯარებით. ქალაქი იყო სავსე ჯავშან ტექნიკით. ხო და ჩვენ დაგვიჭირეს SEDB-ს წევრები, გიორგი ჭანტურია, ვან ხუხუნეიშვილი, მამუგა გიორგაძე და ასე შემდეგ და წაგვიყვანეს ნაძალადების პოლიციაში. და სულ ეგ მე საახტო დარბაზში შეგვიყვანეს და დავჩავკეტეს. ეხლა და მე პროკურორი მოვიდა და რა უკვე ამ ხალხს გაწაწავდგო, რასაკეთებთ თქვენ? გამოგვიშვეს მე პირველ კორპუსთან მივედით რაღაცა უნივერსიტეტთან უკვე ღამე იყო. იქ ვახტანგ გვარამია პროკურორის მოადგილე იყო. ის გამესაუბრა და მე ვთხარი დაპატიმრებული გავდათ კიდე სხვები და გამოვუშვით მეთქი ის ხალხი და ჩვენ წავალ მე ახლა მე ვთხარი საშინლად მცივა. შია. მე ვთხარი და მეძინება მეთქი. მოდია გამიშვეს სახში. ჯერის ხალხი გამოვუშვით ვერ ჩვენ წავალთ მეთქი ხო და ცოტა ხანში გამოვუშვეს ეს ხალხი, მაგრამ მოხდა ის რომ ჩვენ დარბევას აპირებდა მაშინ იქ ეს რუსის ჯარი ფაქტობრივად მერვე პოლკი. ხო და მოხდა ისე რომ ჩვენ ხელი-ხელში გავაკეთეთ ესეთი ჯაჭვი, ხო და უკნიდან ბიჭებს უთხრეთ რომ მოგვაწექით. ანუ მივდივართ იერიშში და იშალენ ინსტიტუტო. ეს იყო 25 თებერვალი.
მე ეგრეთ წოდებული, ლექტორები ეგრეთ წოდებული ინტელიგენციაზე ახლა არ მინდა საუბარი, იმიტომ რომ მაშინ ჯერჯერობით კიდე ჩვენ წინააღმდეგები ვიყო, სანამ არ გადიხარ სასწორი. რაც შეეხება ხალხს, საზოგადოებაში განწყობა იყო სულ სხვა, ახლა რო არის ასეთი არა. მაშინდელი განწყობა რო იყოს, აი ახლა ამ წუთში, ბიძინა ივანიშვილი 1 საათი ვერ გაჩერდება ხელისუფლებაში. გამორიცხული. გამორიცხულია, მაშინ არსებობდა საერთო მტერი, ეს იყო რუსეთის იმპერია, საბჭოთა კავშირი, რომელმაც ჩვენ დაგვიმონა. ახლა გაურკვევლობა არის. ახლა ვერ ხვდება ხალხი, ახლა ჩვენ რუსეთის ხელში ვართ, ისევე ბიძინა რუსეთის საქმეს აკეთებს თუ კარგ საქმეს აკეთებს. აი ახლა დეზორიენტაცია მოხდა ხალხში, გამიგეთ? თან დისკრედიტაცია მოხდა ძალიან ბევრი რამის. ისე და ისე, ხო და დღეს ცოტა უფრო რთულია ამ თვალსაზრისით რაღაცა ქვია ხელისუფლებასთან ბრძოლა, რომელიც ფაქტურად მყავობს. ვერ არის გარკვეული ხალხი. გარკვეული რო იყოს და ისეთი განწყობა რო იყოს როგორც მაშინ. ერთი წამით ვერ გაჩერდებოდა ივანიშვილი ხელისუფლებაში. ჩვენ ძაფერ არის ცი და ახლა ძალიან ძიმე მდგომარეობა, მაგრამ მაინც არ უნდა შეგვეშინდეს სიმართლეს. რუსეთი არის ჯერჯერობით 1921 წლის 11 თებერვლიდან მოყოლებულ დღემდე ჩვენი მტერი სახელმწიფო. ამას წყალი არ გაუვა. ფაქტიურად რუსეთი საქართველოსთან იყოფა საომარ მდგომარეობაში 1921 წლის 11 თებერვლიდან. 2008 წლის ომით ცალკე და ეს რაღაცა ქვია აფხაზეთის ომით ცალკე და ის ომით ცალკე და ეს არ არის სწორი გამოთქმა, ეს არის ფაქტიურად საომარ მდგომარეობაში მყოფი ორ სახელმწიფოს შორის არსებული საბრძოლო მოქმედებები. სხვა რამე საბრძოლო მოქმედება, ომი საერთოდ შედგება ან ერთი ან რამოდენიმე საბრძოლო მოქმედებისგან. ვთქვათ, მე შემიძლია მაგალითად მოგიყვანოთ ინგლისის საფრანგეთის ასლიანი ომი იყო. რამდენი საბრძოლო მოქმედება მოხდა იქ? ან თუნდაც მეორე მსოფლიო ომი ავიღოთ, ან გითამოთ პირველი მსოფლიო ომი. ერთი 4 წელი იყო, მეორე 5 წელი, 6 წელი. რამდენი საბრძოლო მოქმედება მოხდა? ანუ ვერ გაურჩევიათ ხალხს ერთმანეთსგან საბრძოლო მოქმედება და რაღაცა ქვია ომი. 2008 წელს ფაქტურად მოხდა ფართო მასშტაბიანი საბრძოლო მოქმედება ორ სახელმწიფოს შორის, რომლებიც იყო საომარ მდგომარეობაში ერთმანეთთან. აი ეს რო ვერ გაეთვალისწინა სააკაშვილმა, აი ამაშია დამნაშავე. სააკაშვილს 2008 წლის აგვისტომდე უნდა შეეწყვიტა სამშვიდობო მანდატი რუსეთისთვის, უნდა გამოეყოლა საქართველოს დსთ-დან და რუსეთის საოკუპაციო ჯარისთვის არ უნდა შეენარჩუნებინა რაღაცა ქვია სამშვიდობო მანდატი და რაღაცა ქვია მოქმედების ლეგიტიმაცია საქართველოს ტერიტორიაზე. ეს ძალიან დიდი დანაშაულია. ამ დანაშაულით ამ ბრალდებით ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილს ვერ გასამართლებს, იმიტომ რომ ეს თუ გააბედა, მაშინ უკვე პუტინი დაშლის ისქიდან, იმიტომ რომ გაიხსნება კვანძი რა ხდებოდა, რა მოხდა სინამდვილეში. მე ძალიან დიდი ვერაგობა მოხდა. პირველ რიგში უნდა გამოვიდეთ იმ მდგომარეობიდან, როცა ვიღაცას ასე ვთქვათ, ვაფეთიშებთ რა, რომ აი ეს არის ჩვენი მამა და მარჯვენა და ეს გადავარჩენს, ვერ გადავარჩენს ერთი კაცი არ არსებობს. უნდა ვიმოქმედოთ კოლექტიურად. შემდეგ ხელისუფლებაში რომ ვიყო ახლა მე და ხელისუფლება რო იყოს ნამდვილი ქართული ისეთი როგორც საჭიროა, ცოტა სხვა გზით წავიდოდი ახლა. ცეცხლის გახსნა გამორიცხულია რუსეთთან და ვიყურებთ. ნუ ვერ ფიზიკურად ვერ მოვერევით და ახლა ამას ლაპარაკი არ უნდა. ამიტომ ცეცხლი არ უნდა გახსნა და არსებობს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელისუფლება. ჩვენ ის არ უნდა დავარღვევთ ჩვენ მხრიდან. მაგრამ რუსეთი როდის დაარღვევს ამას? მოეფერებით თუ არ მოეფერებით? მაგას ჩვენ ვერასოდეს ვერ გავიგებთ. როგორც კი შანსი მიეცემა, როგორც კი მიეცემა ოდნავ იმის საშუალება და თუ პატარათი მიანიშნეს დასავლეთიდან ჩვენ აღარ გვაინტერესებს საქართველოს, რუსეთი გავხალაპოს წინწა. ამიტომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ცოტა სხვაგვარად. არსებობს სამართლებრივი გზები. დიპლომატია კი არა, დიპლომატია რუსეთთან ამოწურულია, ეს ეგრეთ წოდებული კიდე სახალხო დიპლომატია და რაღაცა, ეს არის თავიდან ბოლოს სისულელე. არის ერთ-ერთი კი არა, მრავალი, მაგრამ ერთ-ერთი მათ შორის არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ძებნა უნდა გამოაცხადოს ინტერპოლით არაფორმირებული შეიარაღების რაღაცა წევრებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვინც არიან. ასე რუსული ადმინისტრაციის თანამდებობის პირებზე, რომლებიც არიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ესე იგი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი, ასე ვქვია, აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული სამხრეთი ოსეთის მისი მოადგილეები, პარლამენტის წევრები იქ რაღაცა ქვია გამგეობის წევრები და ასე შემდეგ პოლიციის რაღაცა ქვია მილიციის ამათზე ყველაზე უნდა გამოცხადდეს ინტერპოლის ძებნა.
ამათ უძრავ მოძრავ ქონებას ხელისუფლებას უნდა დაედოს ყადაღა. ამ ხალხმა ცხვირი ვერ უნდა გაყოლ რუსეთის იქით, ვერ უნდა გავიდენ. აი ეს უნდა გააკეთოს. თუ სამე გადადგავს, ნაბიჯს დაეჭერონ ჩამოიყვანონ საქართველოში. ამ ხრივ ცოტა გაუჭირდება შემდეგ რუსეთს, ახლა პირდაპირ იარაღით აქ შემოვარდა. იმათაც ცოტა მოვთხოვდა. ეხლა დღეს ასე ხდება, რომ საქართველოს ხელისუფლება არა მარტო ეს შევარდნაძიდან მოყოლებული დღემდე იქ იმათ ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ხელისუფლებას და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას აღიარებენ მხარეებად. აი ეს გუპავს, ეგ არ არის მხარე. მხარე აქ არის ერთი. ეს არის რუსეთი. რო უყურე 28 ნოემბრიდან მოყოლებული დღემდე ამ ჩვენმა იმან რაღაცა ქართულმა პოლიციამ გადააჭარბა იმ დამბიჟელ რაზმს, რომელიც იყო 9 აპრილს. გადააჭარბა რა. ახლა შემთხვევით მადლობა ღმერთს არ მოხდა ესო არავინ არ დაიღო. კი ბატონო, ამას დაჯობია რა დაიღო მაგრამ. ისეთი რაც მე ვნახე, ფეხბურთს თამაშობდნენ და ძირი დავნილი ადამიანის თავით. მაინც თავი ხوار უნდა ქონდეს მოკვეთილი. ეს რა იყო ეს. და იმის პატიება არ შეიძლება. მე თუ მკითხავ და პირდაპირ გეტყვი. ბიძინა ივანიშვილი სააგაშვილთან ერთად უნდა ჩააჯინო ერთ კამერაში. ბიშა და ბიძინა ერთ კამერაში. ეს არის საშინელი დანაშაული. მიმართავ ახალგაზრდებს და ვეუბნები რომ ჩვენ არანაკლები ესე გავიახლა დაწყებული 1988 წლის ნოემბრის შიმშილობა 22-29 ნოემბერი მოყოლებული დაახლოებით ასე ვთქვათ 2003 წლამდეც იმდენ შევარდნაძის სასტიკი წინააღმდეგი გიყავენ. ჩვენ დავიყავით საშინელ მდგომარეობაში. ყველანაირად გვავიწროებდნენ, ყველანაირად გვარგებდნენ, გვიჭერდნენ, რა ვიცი, მაგრამ გავძევით და გამოვედით იმ მდგომარეობიდან და სსრგ დავანგრეთ ჩვენ. რა თქმა უნდა, გარეშე ფაქტორებმა იმუშავეს, მაგრამ სსრგ დავანგრეთ ჩვენ და სსრგ-ს დანგრევა გაცილებით უფრო ძნელი იყო მაშინ თავის დროზე, ვიდრე ახლა ეს ბიძინა ივანიშვილის მოშორება. ამიტომ გატეხვა და რაღაცა ქვია უკან დახევა არ შეიძლება. ძალიან ბევრი რამე გააკეთება შეუძლია კიდე ახალგაზრდობას. ახლა მე თუ ნახავენ და დამელაპარაკებიან, ვასწავლე ძალიან ბევრს არ მინდა ხელისუფლებას უთხრა. ანუ გამოიყენონ გამოცდილება იმ ხალხის, ვინც არ არის გასვლილი.